გამარჯობა მეგობრებო, როგორც ხედავთ, დავბრუნდი ისევ. ნუ დღეს რავი, შემომეპარა თითქოს სიზარმაცე, მაგრამ რა თქმა უნდა დავამარცხე. არის ფიქრობთ, რომ სიზარმაცე სადღაც მიდის რა, ქრება ან რაღაც ეგეთი. თუ დაამარცხეთ რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში, თუ რაღაცები გააკეთეთ, მაგალითად, თუ გეზარებოდა და რაღაც გააკეთეთ და ფიქრობთ, რომ სიზარმაცე დაამარცხეთ და სადღაც გაქრა, არ არის ეგრე, რადგან ყოველ ჯერზე უნდა დაამარცხოთ სიზარმაცე რა. ყოველთვის თავს იჩენს. მოგიწევთ, რომ სისუსტეები ყოველ ჯერზე დაამარცხოთ. 133 ვართ. მადლობა ყველას გამოწერისთვის. ახლა უნდა ვივარჯიშო, შევიდეთ დარბაზში. როგორც ხედავთ, ზურგის დღე მქონდა, მშვენიერი ვარჯიში გამოვიდა დღეს. დაუბრუნდები იმ თემას, რაზეც ვსაუბრობდი ვიდეოს დასაწყისშივე. ხომ მეზარებოდა დღეს, მაგრამ მაინც წამოვედი რა, თქვენც ეგრე მოიქეცით. ვისაც გეზარებათ, რამის კეთება, არ გადადოთ არასდროს რა, თქვენი საქმე არასდროს არ გადადოთ, თორე დამიჯერეთ ერთი ნაბიჯით უკან იქნებით. წარმოიდგინე, რაღაცას გადადებ და მე იმ საქმეს, რასაც გადადებ სხვა საქმე ემატება რა. დღეს სიზარმაცე შემომეპარა ხო, მაგრამ მაინც წამოვედი და ვივარჯიშე. დამიჯერე მეგობარო, ყველა ეგრეა. წარმოიდგინე პროფესიონალური სპორტსმენები ხო, მათაც ეზარებათ და სადვლინდება ეს სიზარმაცე. ვარჯიშს რომ რამეს დააკლებენ ამ ფსიქოლოგიურ მომზადებას და შემდეგ რომ მარცხდებიან. მეტოქემ კი გამოიყენა ის შანსი და კარგად მოემზადა ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და მოიგო. შენ ფიქრობ რომ ერთი დღე არაფერია რომ არ წახვალ ვარჯიშზე ან სადმე. არა, ის ერთი დღე ყველაფერია მეგობარო და დამიჯერე არ ჩააგდო ეგ დღე. მე კი ამით გემშვიდობებით, მადლობა ყველას გამოწერისთვის. დროებით.